არ მგონია, რომ სიტყვა ლავლოკის გაგონებაზე რომელიმე თქვენგანს ახსენდებოდეს შღალთმიანი გიგანტი კანიბალები. აი ნევადა შტატის ბინადარ ერთ-ერთ ინდიურ ტომს, რომლებსაც სახელად პაიუტები ჰქვიათ, მათთვის ეს გიგანტები სრულიად რეალური არსებები არიან. თუ მზად ხართ იმოგზაუროთ დროში და სივრცეში, სადაც ნევადას უციცოცხლო უდაბნოში ლეგენდები ცოცხლდებიან, სადაც პაიუტის ტომის ინდიელები კოცონთან მსხდარნი უხუცესებისგან ისმენდნენ ისტორიას სიტეკახების, ანუ გიგანტი წითური ბალნით დაფარული სისხლის მსმელი ადამიანების შესახებ, იმახსოვრებდნენ და ამაყოვდნენ წინაპრებით, რომლებმაც ცეცხლოვანი გენა მოუწყვეს ამ უკანასკნელთ, და თუ როგორ აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ღამურების ექსკრემენტებში ჩამალული ათასობით არქეოლოგიური ფაქტი, რომლებიც ლეგენდების გაცოცხლებას უწყობენ ხელს, და თუ როგორ შემოტრიალდა ისტორიის ბორბალი აგერ სულ რაღაც 3 წლის წინ, როცა ერთ-ერთმა მამის მზრუნველობას მოკლებულმა მამაკაცმა გენეტიკური ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა. როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, ამას ყველაფერს დღევანდელი ძალიან საინტერესო ვიდეოდან გაიგებთ, ამიტომ არ გადართოთ, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და შემდეგ რა თქმა უნდა დაწერეთ კომენტარები და თუ მოგეწონებათ ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ იგი, დავსვით მოწონების ნიშანი და გადააზიარეთ სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს იგი და რა თქმა უნდა მე ტრადიციისამებრ ყველა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, მით უმეტეს არხს აღარ ჰყავს სპონსორი, ის მცირეხნიანი 2-3 გადაცემიანი სპონსორები სამწუხაროდ აორთქლდნენ. მაგრამ თქვენის დახმარებით და იმ კომენტარების წაკითხვის შემდეგ, რასაც მე ყოველი ვიდეოს ქვემოთ ვითხულობ, მე მიჩნდება სურვილი, რომ კვლავ დაგიბრუნდეთ, კვლავ საინტერესო ამბები მოგიყვეთ. დღეს მე მოგიყვებით გიგანტურ კაციჭამიებზე, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში შიშიზარს სცემდნენ ადგილობრივ ინდიელებს, კლავდნენ მამაკაცებს, იტაცებდნენ ქალებს, ხოლო ბავშვებს მონებად აქცევდნენ და აქ საინტერესო მომენტია, რომ როგორც ინდიელები ყვებიან, ბავშვებს სპეციალური манипуляციების ჩატარების შემდეგ უკარგავდნენ მეხსიერებას და ძალიან კარგად ეხამება ყირგიზი მწერლის, გენიალური მწერლის, მე ძალიან მიყვარს ჩინგიზ აიტმატოვის ერთ-ერთ რომანში გამოყვანილ მანქურთებს. მანქურთები არიან ამ რომანის მიხედვით და ყირგიზული ლეგენდის მიხედვით ადამიანები, რომლებიც აიყვანეს ტყვედ და შემდეგ სპეციალური манипуляციებით მათ თავზე სველ ტყავს აკრავდნენ, როდესაც ტყავი ხმებოდა და საშინელ ტკივილებს იწვევდა, შემდეგ აი ტკივილების გამო ადამიანი კარგავდა მეხსიერებას და მას საკუთარი დედის მოკლაც კი შეეძლო და ამიტომაც ამბობენ, როდესაც ვინმეზე ესეთი განსაკუთრებული მონა, რომელიც არის ადამიანი, რომელსაც ავიწყდება მეგობარიც და ყველაფერი საერთოდ და გადადის მტრის მხარეს, აი ესეთ ადამიანს მანქურთებს უწოდებენ. დღეს მოგიყვებით მე ისტორიას, რომელშიც მჭიდროდ იქნება გადახლართული ლეგენდები, თქმულებები და მეცნიერება, რომელიც არქეოლოგია კერძოდ, რომელიც ამყარებს ან პირიქით აცამტვერებს ამ ლეგენდებს. თუ მზად ხართ, დაისხით ყავა, ჩაი ან ლუდი, მე კი კვლავ ვასილ გაბუნია ვარ და კვლავ თქვენი მეგზური ვიქნები ამ ვიდეოში დროსა და სივრცეში და საინტერესო ისტორიებში. ლავლოკი ეგრეთ წოდებული ერთსართულიანი ამერიკის კლასიკური ქალაქია, დღეს იქ 2000-მდე მაცხოვრებელი ცხოვრობს. იგი საკმაოდ დეპრესიულია, ნევადას უდაბნოშია, ეს ისედაც ულამაზესი უდაბნოა მართალია და ძალიან მდიდარი პალეონტოლოგიური ნიმუშებით და ჩემთვის ნამდვილი პალეონტოლოგიური სამოთხეა, მაგრამ საცხოვრებლად მით უმეტეს, როდესაც ასეთ ქალაქებში უკვე ის საწარმოები იხურება, რომლებიც ასაზრდოებენ მსგავს დასახლებულ პუნქტებს, როგორც წესი, ასეთი ქალაქები გვხვდება და სხვაჯერს ამერიკაში, რუსეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში არის მსგავსი ქალაქი მოჩვენებები. ჯერ ლავლოკი საბედნიეროდ ქალაქ მოჩვენებად არ გადაქცეულა, მაშინ მაინც ცხოვრობს ხალხი. დაახლოებით 20% მათგან არის ადგილობრივი ტომის წარმომადგენლები, ინდიელები არიან და
კლიმატურად საკმაოდ მძიმე რეგიონია. აქ ღამით ძალიან გრილა, ხოლო დღისი ძალიან ცხელა. ანუ კლასიკური უდაბნოს ჰავა. ქალაქი დაარსდა 1866 წელს და იგი დაარსა ინგლისელმა ჯონ ლავლოკმა და მივხვდით რომ მისი სახელი ჰქვია ამ ქალაქს. ლავლოკმა სახელმწიფოსგან გამოისყიდა 320 აკრი მიწა, რადგან მას ეგონა რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა თუთიის მოპოვება. ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იგი გაშენდა მდინარე ჰუმბოლტის ნაპირებზე, ეს საკმაოდ წყალუხვი მდინარეა და იგი სიცოცხლეს ანიჭებს ამ მიწებს და პარალელურად აქვე მდებარეობს ამავე სახელწოდების, ანუ ჰუმბოლტის სახელობის ტბა. თვითონ ლავლოკი უელსელი იყო, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრი და მისი და-ძმანი მოდებული იყვნენ მთელს პლანეტას. მაგალითად, ორი ძმა ავსტრალიაში ბინადრობდა და იქ იყიდეს მათ მიწები და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენები გახდნენ. ერთ-ერთი და ინდონეზიაში, ერთ-ერთი და ახალ ზელანდიაში და კიდევ ერთი ძმა ინდოეთში. ყველანი ისინი წარმატებულები იყვნენ, ყველამ რაღაცას მიაღწია, მაგრამ დღეს ჩვენ ჯეიმსი გვაინტერესებს, საკმაოდ მოუსვენარი ოჯახი იყო, როგორც ხედავთ. 1869 წელს ლავლოკმა 80 აკრი მიწა ძალიან სარფიანად გაყიდა რკინიგზის კომპანია Central Pacific-ზე. მოგეხსენებათ, იქ სადაც რკინიგზა გადიოდა და თუ ეს მიწები პრივატული იყო, ანუ კერძო იყო, მფლობელებისგან საკმაოდ ძვირად ყიდულობდნენ ხოლმე. დღესაც ასეა. იქ სადაც თქვა გზა გადის, სახელმწიფო ან ის კომპანია, რომელსაც გზა გაყავს, ძალიან დიდ ფულს აძლევს ხოლმე გლეხებს, რომელთა მიწაც არის ის სრულად არ გავს ჩვენთან სიტუაციას, როდესაც მაგალითად ნახევარი ჭიათურის სოფლები მიწაშია ჩაფლული, აი მსორედ იმ გამომუშავების გამო, რაც ხდება იქ, მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობას რო თავი დავანებოთ, თვითონ უკვე გარემოა ისეთნაირად შეცვლილი, რომ სახლები პირდაპირ მიწაში ვარდება. კარგი, დაუბრუნდეთ ამერიკას. როგორც გითხარით, ლავლოკმა აღმოაჩინა თუთიის საბადო, თავიდან თუთია კარგად წამოვიდა, ამიტომ ხალხიც მოიზიდა, უკვე ოქროს ციებ-ცხელება კალიფორნიაში მეტნაკლებად შემცირებული იყო და სამუშაო ხონდა გამოჩენილი იყო, რაღაცა გამოჩნდა ამ შახტაში, ხალხმა იცოდა მუშაობა შახტებში და წამოვიდნენ, მით უმეტეს რკინიგზა უდგებოდა, საკმაოდ წყალუხვი მდინარე უდგებოდა ამ ქალაქს. დაიწყო ქალაქმა ნელ-ნელა განვითარება, თავიდან პატარა დასახლება იყო. გაჩნდა კაზინოები, სასტუმროები, სალუნები, საცხოვრებელი ტერიტორიები და ყველგან, რა თქმა უნდა, ჯეიმს ჰქონდა თავისი წვლილი, იმიტომ რომ ეს მისი მიწები იყო. ლავლოკ ძალიან უყვარდა სხვათა შორის ასევე გეოლოგია, გეოგრაფია, მუდმივად დადიოდა ტყეღრე, რო იტყვიან, თუმცა იქ ტყე არ არის და რაღაცებს ეძებდა საინტერესოს. და ერთხელაც ძალიან ძლიერი სიცხის დროს მან თავი შეაფარა ესეთ კირქვის კარნიზს და იქ ჩამოჯდა და იგრძნო რომ სადღაციდან მოდის ამიაკის სუნით გაჯერებული ძალიან გრილი ჰაერი. ამიაკის სუნი მოგეხსენებათ ეს არის ეს ნიშადური სპირტს რო ეძახით და კიდევ აი ვიცი როგორ ითხრა, აი სადარბაზოებში რო ფსამენ ხოლმე და აი სუნი რო დგება, ის არის ამიაკის. აი ეს გრილი ჰაერი სადღაციდან მოდიოდა ამ კირქვის მასივიდან, მაგრამ მისი პოვნა ხო გინდოდა რა, ამიტომ ძალიან სწორად მოიქცა ლავლოკი, მან ფიჭს წაუკიდა ცეცხლი და დაიწყო მოვლა ამ ადგილების და აღმოაჩინა ადგილი, საიდანაც ეს ცივი ჰაერის მასა გამოდიოდა. უკვე საღამოვდებოდა და მან დაინახა, რომ ამ კლდის ზედა ნაწილიდან გამოფრენად დაიწყეს ღამურებმა. ძალიან დიდი რაოდენობით, ასობით, ათასობით ღამურა გამოფრინდა კლდიდან. ესე იგი, ეს იმას ნიშნავდა, რომ კლდეში და მოგეხსენებათ კირქვებში, ისევე როგორც ჩვენთან საქართველოში, მღვიმეები წარმოიქმნება. ეს კირქვებისთვის დამახასიათებელია და როგორც წესი, ასეთ მღვიმეებში ღამურები ბინადრობენ. ამიაკის სუნი და ღამურების ესეთი დიდი რაოდენობა მიანიშნებდა იმაზე, რომ
გამოქვაბულში, მღვიმეში, გამოქვაბული არის ღრუ, რომელსაც ადამიანი აკეთებს, ხოლო მღვიმე არის, რომელსაც ბუნება აკეთებს. ეს ორი განსხვავება ამ ორ ცნებას შორის. ანუ მღვიმეში ჩავთვალოთ, რომ ეს მღვიმე არის ბუნებრივი და ასეც არის. მღვიმეში დიდი რაოდენობით იქნებოდა უძვირფასესი გუანო. გუანო, ანუ მარტივად რომ თქვა, ღამურების ცურცლი. ღამურების ეს ექსკრემენტები დიდი რაოდენობით შეიცავს აზოტს, კალიუმს და სხვა ნივთიერებებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც იდეალური სასუქია. არ აქვს ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორც თქვა, ქიმიურ სასუქებს და რაც თავარია, იგი უფასოა ფაქტიურად წლების და 10 წლეულების განმავლობაში, თუ ერთი და იგივე ადგილას თქვა, ფრინველები ან ღამურები ბინადრობენ, იქ დიდი რაოდენობით გროვდება ეს გუანო და მიხვდა ლავლოკი ძალიან გამჭრიახი გონების ადამიანი იყო, რომ კიდევ ერთ სასარგებლო წიაღისეულს მიაგნო. მოკლედ გახარებული ლავლოკი დაბრუნდა ქალაქში, მეორე დღეს მოიწვია საერთო კრება და გამოაცხადა, რომ მე აღმოვაჩინე როგორც ჩანს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო ჩვენი ქალაქისთვის, ამიტომ მე მჭირდება რამდენიმე ჯანიანი მამაკაცი, რომ წავიდეთ, ვიპოვოთ შესასვლელი მღვიმეში, ან გამოვანგრიოთ მღვიმე და გავაკეთოთ ხელოვნურად შესასვლელი, რათა ნახოთ რა რაოდენობით არის იქ გუანო და თუ საწარმოო რაოდენობით არის, ეს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო იქნება ჩვენთვისო და მაშინ იქ ამ ქალაქში ისევე როგორც დღეს ცხოვრობდნენ პაიუტების ტომის ინდიელები და მათმა ბელადმა სახელად მაგამ არ შეგეშალოთ იმ მაგაში, ტრამპის მაგაში, ანუ Make America Great Again, მან ითხოვა სიტყვა და ავიდა ტრიბუნაზე და საკმაოდ ესეთი აღელვებულმა განაცხადა, რომ მღვიმის შესასვლელის გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. რომ ეს შესასვლელი საუკუნეების წინ მისმა წინაპრებმა ამოქოლესო და ამ მღვიმეში კაციჭამია, წითური, გიგანტები არიან ჩამარხულები და მათი სულები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და თუ ჩვენ ამ სამარხებს გავხსნით, ანუ მღვიმეს გავხსნით, ისინი გარეთ გამოვლენ და გააგრძელებენ იმ საქმიანობას, რომელსაც ასლეულების წინ აკეთებდნენ. მღვიმე დაწყევლილია და არავითარ შემთხვევაში მისი გახსნა არ შეიძლებაო. ბელადმა მოყვა ისიც, რომ მისმა ტომის ხალხმა საუკუნეების წინ ჭკუაში აჯობა გიგანტებს, რომ მათ გამოთხარეს ეს მღვიმე, ანუ გამოქვაბული გამოდის უკვე მათი სიტყვებით და იქ რამდენიმე ძალიან ხმამაღალი ხმის მქონე ქალი დასვეს. ამ ქალების ყვირილის ხმაზე მოვიდნენ გიგანტები, ანუ შევიდნენ ამ მღვიმეში, ქალებმა პატარა გასასვლელიდან მათ გაასრეს, დანარჩენმა ინდიელებმა კი მიაყარეს მღვიმის შესასვლელს ფიჩხი და შეშა, წაუკიდეს ცეცხლი და ამ შეშამ და ფიჩხმა ცეცხლსაკიდებულმა ჟანგბადი გამოწოვა მთლიანად მღვიმიდან. მართლაც შესაძლებელია მსგავსი რამ, თუ თქვათ ასეთ რამეს გააკეთებს ადამიანი, ცეცხლით მოგხსენებად ჟანგბადით საზრდოობს და იგი გამოჭამს ესეთი ადგილიდან. გიგანტებიო დაიხრჩნენო, მაგრამ მათი სულები იქ არიანო დაბუდებული და ჩვენ ამიტომ ამოვაშენეთო ესე. ასეთ ამ გიგანტებსო ქვიათო სახელად სიტეკახებიო. თეთრკანიანების ნაწილს, რომლებიც შორის ალასკიდანაც კი ჩამოვიდნენ ამ ადგილას, ბედის საძებნელად, მას შემდეგ რაც იქაც ოქროს ციებ-ცხელება დასრულდა და ამით თავი მათ ვერ გაიტანეს ამ ბელადის სიტყვებზე, ღიმილი ნამდვილად არ მოგვრიათ სახეზე, პირიქით საკმაოდ აღელდნენ, იმიტომ რომ ამერიკის ჩრდილოეთ შტატებში ბინადრობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ალგონკინების ტომი, რომელსაც ბევრი განშტოება აქვს და მათ აქვთ ლეგენდა და თქმულება ეგრეთ წოდებული ვენდიგოს შესახებ. ვენდიგო მათი ლეგენდების მიხედვით იყო საკმაოდ კარგი მეომარი და ერთხელაც მის ოჯახს დაემუქრა ძალიან დიდი საფრთხე, სასიკვდილო საფრთხე და მეომარმა გადაწყვიტა, რომ სული მიეყიდა ზუვემბისთვის. ზუვემბი იყო ესეთი იდუმალი ინდიელების შამანების მიერ გაცოცხლებული მტრები, გვამები, რომლებიც უკვდავები იყვნენ.
მაგრამ იყვნენ ასევე ჯადოქრები და შეეძლოთ მათ რაღაც სურვილების ასრულება, თუ კი მათ სულს მიყიდიდნენ. იმ მომენტში მეომარმა გადაწყვიტა, რომ სულის მიყიდვა ჯობდა, ვიდრე ოჯახი დაღუპულიყო. ზუვემბიმ მართლაც შეასრულა დანაპირები, წლების განმავლობაში ოჯახი საკმაოდ კარგად ცხოვრობდა, მათ აიცილეს თავიდან ეს სასიკვდილო საფრთხე, მაგრამ გადის რამდენიმე წელი და მეომარს სხეულის ტრანსფორმაცია ეწყება. მას უგრძელდება სახე, უმცირდება კბილების რაოდენობა და ისინი ერთმანეთს ერწყმიან, შემდეგ ამოზდის მას ირმისებული რქები, ეზრდება ხელები და ხელებზე კლანჭები, ფეხები უფრო ისე ჩლიქოსანსა და თითქოს კატის ფეხს შუა რაღაც გამონაზარდებად გარდაიქმნება. და რაც თავარია, ვენდიგო გახლავთ უკვდავი, სისხლის მსმელი არსება, ძალიან აგრესიული და პირველი მან რაც ქნა, აი ეს გადარჩენილი ცოლ-შვილი შეჭამა. და შემდეგ გაიჭრა ტყეში. ამის შემდეგ სხვაიშორის თეთრკანიანებიც კი და ალასკის ტყეებში ძალიან ადვილია რომ დაიკარგო, ალასკის ტყეებში დაკარგვას და კანადის ტყეებში დაკარგვას სწორედ ვენდიგოს აბრალებენ. სანამ თხრობას განვაგრძობ, მე ერთი საინტერესო ფენომენის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ეს უშუალოდ არის დაკავშირებული ვენდიგოსთან და საქმე იმაშია, რომ ალგონკინების ინდიელებში გავრცელებული არის ეგრეთ წოდებული კულტურალური სინდრომი. რას ნიშნავს კულტურალური სინდრომი? ძალიან ხშირად ადამიანებს და ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებულად ცხოვრობენ რამე ადგილას და ისინი ძირითადად საზრდოობენ, მათი ტვინი საზრდოობს ესეთ გადმოცემებით, სხვადასხვა ზღაპრებით, ლეგენდებით, თქმულებებით, ამ ადამიანებში ყალიბდება ერთგვარი უფრო ფსიქიატრიული პრობლემა, ვიდრე თქვა ფსიქოლოგიური, შეიძლება ფსიქოლოგიურიც იყოს, ეს დაავადებაა და ჩვენ ალგონკინებში შემდეგ უკვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვენდიგო ფსიქოზის ფსიქიატრიული დაავადება არსებობს. ანუ ზოგიერთი ალგონკინი, ტომის წარმომადგენელი, ჩათვლის, რომ იგი ვენდიგოდ გადაიქცა, იგი იწყებს ადამიანების მოკლას და მათი ხორცის ჭამას. როგორც კი ადამიანებს შეატყობენ ტომში, რომ შეატყობდნენ ალბათ ადრე, რომ ასეთი რამ ხდება, რა ადამიანი ტრანსფორმაციას განიცდის, ფიზიკურად არა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად, მას კლავდნენ. დღეს რა თქმა უნდა ამას აღარ აკეთებენ, იმიტომ რომ ეს დაავადება მშვენივრად, ისევ როგორც ნებისმიერი ფსიქიატრიული დაავადება, დღეს ძალიან კარგად იკურნება სპეციალური პრეპარატებით. ამიტომ ვისაც რამე ესეთი პრობლემები გაქვთ, არ შეგეშინდეთ, პრეპარატები ძალიან კარგად მოქმედებს დღეს ასეთ შემთხვევაში. პაიუტები, რომლებიც შოშონების და კომანჩების საკმაოდ აგრესიული და კარგი მეომარი ტომების ჯგუფში შედიან, აი ამ პიუტებმა გადაწყვიტეს, რომ ხელი შეეშალათ თეთრკანიანებისთვის მღვიმეში შესასვლელა და მათ ესე ჩასაფრებაც კი მოუწყვეს, მოკლედ იქ საკმაოდ ისე ვესტერნის ტიპის სიტუაცია უნდა განვითარებულიყო, რომ ლავლოკი აღმოჩნდა საკმაოდ კარგი დიპლომატი და მან უთხრა, რომ ჩვენ ხოლო დავზვერავთო. და შემდეგ ისევ ამოვავსებთ ამ ადგილს და რა თქმა უნდა მოითხოვა, როგორც კი გახსნეს კედელი, ანუ შესასვლელი გამოფართოვეს ისე, რომ ადამიანი შეეტეოდა, მათ იქ იპოვეს საოცარი რაოდენობით გუანო, ანუ 100 წლეულების განმავლობაში, როგორც ჩანს, ეს ადგილი იყო ღამურების თავშესაფარი. აღმოჩნდა, რომ გუანო საკმაოდ საწარმო მასშტაბებით არის, ეს ამბავი მოედო ახლო-მახლო ფერმერებს და მათ დაიწყეს შეკვეთა. გატანა ამ გუანოს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ლავლოკმა თავის ქალაქის მიწებზე შეიტანა და 2 და 3 მოსავალი რომ მიიღო, ამაზე უკეთესი რეკლამა არც იყო საჭირო და ქალაქმა კვლავ დაიწყო გამდიდრება. ქალაქი დიდდება და რა თქმა უნდა პაიუტების, ანუ ამ ინდიელების ლეგენდები და თქმულებები ყველას გადაავიწყდა, მაგრამ დგება 1908 წელი. გუანოს საბადოს ყიდულობს ვინმე დევიდ პიუი და ჯეიმს ჰარტი. მათ უკვე კულტურული სახე მიცეს გუანოს წარმოებას, თუ აქამდე რაღაც ტომრებში იყრებოდა და გადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ უკვე დაიწყეს პატარა ფაბრიკასავი დააშენეს, სადაც გუანო შედიოდა, იქ იცრებოდა
ეს არასაჭირო და ესეთ ბალასტი ეს გვერდზე იყრებოდა და სუფთა გუანო უკვე ხარისხდებოდა და ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირად იყიდებოდა ვიდრე მანამდე. მაგრამ აი ამ გაცრილ ცურცლში ისინი პოულობდნენ ძალიან საინტერესო არტეფაქტებს, რომლებიც აშკარად ადამიანის ხელით იყო დამზადებული. ასევე ისინი მიხვდნენ, რომ განათლებული ხალხი იყო, რომ ეს არ იყო გუშინ და გუშინ წინ შეტანილი ნივთები, ანუ მათ საკმაოდ დიდი, დიდხნიანი ისტორია ჰქონდათ. ჰარტმა ამ არტეფაქტების შეგროვება დაიწყო და იგი გააგზავნა სმითსონის უნივერსიტეტში. სმითსონის უნივერსიტეტი დაინტერესდა ძალიან ამ არტეფაქტები და კიდევ უფრო მეტი მოითხოვა, რომ გამოგვიგზავნეთ კიდევ მეტიო და ამ დროს პიუი ჩაერთო სიტუაციაში და უთხრა, რომ თავის კომპანიონს ეხა ეგრე თუ არის, მოდი ამდენი ნივთებია უკვე შეგროვებული და ასე უფასოდ მათი გაცემა არ გამოვა. თუ იყიდონ ან თუ სმითსონი არ იყიდის, მაშინ სხვა უნივერსიტეტებს, სხვა დაწესებულებებს მიმართოთ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა და ამაზე ჩვენ საკმაოდ ენერგიას ხარჯავთ. სმითსონის უნივერსიტეტი სხვაიშორი ძირითადად შემოწირულობებით ცხოვრობს და არსებობს, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე იყო და მათ თქვეს, რომ არა, ჩვენ ამის ფული არ გვაქვს და კომპანიონებმაც ყველაზე საინტერესო ნივთები რაც იყო, კერძო პირებზე და კოლექციონერებზე დაიწყეს ამ ნივთების გაყიდვა. აღმოჩნდა, რომ გუანოზე არანაკლები შემოსავალი სწორედ ამ უცნაურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს მოაქვთ და ჰარტმა მუშებს უბრძანა, რომ ყოველი გრამი გუანოსი გაესინჯათ და როგორც კი რამეს შეარჩნევდნენ უჩვეულოს, აუცილებლად გვერდით გადაედოთ, არავითარ შემთხვევაში არ გაეტეხათ, არ გადაეგდოთ და აი 1911 წელს გამოქვაბული შესასვლელიდან მხოლოდ 7 მეტრში, მაგრამ გუანოს ძალიან სქელი ფენის ქვეშ გამოჩნდა ძალიან დიდი ფეხის ტერფი. ტერფი, რომელიც აშკარად ნორმიდან ვარდებოდა, ანუ არ იყო ნორმალური ადამიანის ზომის, ალბათ, სადღაც როგორც ამბობენ 51-52 ზომა იყო. შიშისგან, რა თქმა უნდა, დაყარეს მუშებმა იარაღები და გაიქცნენ ყვირილით ქალაქში, ჰიუიც და პიუს უთხრეს, რომ აი ესეთი ამბავიაო, ისინიც დაბრუნდნენ, მოვიდნენ, შემოვიდნენ და მუშებს თხოვეს, რომ გავაგრძელოთ, გავთხაროთ ეს, ნელა ძალიან ფრთხილად და ასე ფრთხილად 2-3 დღის განმავლობაში მათ გამოათავისუფლეს ხამურების კლინტისგან გიგანტური ადამიანის მუმიფიცირებული ნეშტი. იგი იყო 6 ფუტის და 6 დიუმის სიგრძის, სიმაღლის. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმაღლე მეტრებში იყო 2 მეტრი და 15 სანტიმეტრი. ძალიან მაღალი. ზოგადად ინდიელები დიდი სიმაღლეებით არ გამოირჩევიან და ევროპელებშიც მსგავსი სიმაღლე ალბათ ერთეულებს აქვთ, მაგრამ აქვთ. გათხრები გააგრძელეს და მალე 4 მუმიფიცირებული მცხედარი იპოვეს კვლავ, სხვადასხვა ნაირად შენახული, მაგრამ ძირითადად კარგად შენახული იყო ისინი და ეს იყო ქალების მუმიები. მათ რატომღაც ჰქონდათ კისერზე მოჭერილი თოკი, ფეხები ჰქონდათ დაბმული თოკებით, ტყავის თოკები იყო ესა, ერთ-ერთ ეცვა ტყავის მოკასინები, მოკასინების სხვათა შორის ცალფეხზე მამაკაცაც ეცვა იმ გიგანტს და ასევე ირმის ტყავის მოსასხამებიც ჰქონდათ ამ ქალებს. მათი სიმაღლე ჩვეულებრივი იყო 170-დან 175-მდე. 1912 წელს ჰარტი და ჰიუი მიხვდნენ, რომ გუანოს მოპოვება ცოტახნით გვერდზე უნდა გადაედოთ და მთლიანად არქეოლოგიაზე გადაერთო ეს მღვიმე. ისინი უკავშირდებიან კალიფორნიის უნივერსიტეტს და სწხოვენ მათ, რომ ვინმე პროფესიონალი არქეოლოგი გამოუგზავნონ. მაგრამ სამწუხაროდ იმ დროისთვის აღმოჩნდება, რომ ყველა არქეოლოგი გასული არის ველზე და საოცრება ხდება. ანუ იქაც ყავთ თავიანთი შერეკილები. წარმოუდგენელი რამ, ესე იგი უნივერსიტეტმა გათხრებზე მიავლინა ღამის დარაჯი, მუზეუმის ღამის დარაჯი. ღამე მუზეუმში ნანახი გაქვთ ალბათ, ხო? აი დაახლოებით ეს სიტუაცია, ანუ ადამიანი, რომელიც მუზეუმის დარაჯი იყო, მას უბრალოდ რაღაც წარმოდგენა მაინც ჰქონდა უბრალოდ დარაჯისგან განსხვავებით, რომ შეემჩნია
ღირებული იყო არტეფაქტი თუ არა. ასე იყო თუ ისე leveling loud ერქვა ამ დარაჯ სახელად მიავლინეს ლავლოკში და დაიწყო მან უკვე ნანახი ექსპონატების შესავლაც და ასევე თავისი ინდივიდუალური გათხრებიც. დღეს რომ ასეთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლზე ასეთი ადამიანი გაუშვა არქეოლოგიურ კოშმარში თუ დაესიზმრება ვინმეს, მაგრამ პრინციპში ასევე ვერავინ ვიფიქრებდა რომ 21 საუკუნეში ვინმე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს ააფეთქებდა მხოლოდ იმისთვის რომ კიდევ რამდენიმე მილიონი შეემატებია თავისი მილიარდებისთვის. თანამედროვე ტექნიკის განვითარების პერიოდში, როცა ადამიანი მარსზე გაფრინდება, ჩვენ ისიც ვერ მოახერხეთ რომ გელათი დავიცვათ მისი სახურავი ისეთნაირად გავაკეთოთ რომ უნიკალური ფრესკები არ ჩამოირეცხოს. კარგით. დაუბრუნდეთ ლავლოკს. ლაუდი ჩავიდა თუ არა ლავლოკში ეგრევე გათხრებს შეუდგა და შედეგმაც არ დააყოვნა, მან მალე აღმოაჩინა ადგილობრივი ინდიელებისთვის პრინციპში ჩვეული არტეფაქტები. ეს გახლდათ ბალახებისგან დაწნული კალათები, ჩანთები და რა ძალიან საინტერესოა, ერთი შეხედვით სათამაშო იხვები. ეს იხვები იყო ბალახისგან გაკეთებული და ბატის ამ გარეული ბატების ბუმბულებით იყო გაწყობილი. და ასევე თიხისგან გამოთლილი ძალიან ლამაზი, ეგრეთ წოდებული ბატის ხმის იმიტატორები. ამ იმიტატორების საშუალებით დღეს მონადირეები აი ესეთ ფრინველებს იზიდავენ ხოლმე. თქვათ მდედრის ხმას გამოსცემს ერთ-ერთი ასეთი თქვათ საკრავი ინსტრუმენტი თუ რაც არის საჭყლopino ან პირიქით მამრი ბატის ან იხვის და ამას ჩაბერავენ ხოლმე და იზიდავენ და შემდეგ კლავენ რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო იყო რომ აი ეს ყველაფერი არ გავდა რომ თქვათ 100 ან 200 წლის წინ არის აქ დატოვებული. იგი უფრო ძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ლაუდი 4 თვის განმავლობაში მუშაობდა მღვიმეში და სხვა შორის მან შეკრიბა საკმაო მასალა იმისათვის რომ შემდეგ მეცნიერებს საშუალება მისცემოდა დაედგინათ თუ ვინ ცხოვრობდა თავის დროზე ამ მღვიმეში. და პრინციპში იმის გაგებაც თუ რამდენად ციოცხლისუნარიანი იყო ინდიელების ლეგენდა კაციჭამია სეტეკახების შესახებ. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ლაუდი უსისტემოდ ხრიდა და არტეფაქტების შრეების მიხედვით არ ქონდა მას დანაწილებული, არამედ იგი ერთ გროვაში ხვდებოდა, რასაც პოულობდა, ეგრევე ერთ გროვაში მდებდა და ეს აძნელებდა მასალის დათარიღებას უკვე მომავალში და მის სისტემატიზაციას. ყველაზე საინტერესო შემდეგ ხდება, რომ მარტო ღმერთმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის არქეოლოგიის იმდროინდელმა მესწავლებლმა უწყიან თუ რატომ ანდეს ღამის დარაჯს, არა თუ ასეთი მნიშვნელოვანი გათხრები, არამედ სამეცნიერო დასკვნის და შემდეგ სტატიის დაწერაც კი ძალიან საინტერესო მომენტია. ლაუდმა მის სასარგებლოდ უნდა ითქვას და საპატივცემ უნდა რომ საკმაოდ შრომის მოყვარე ადამიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ 1929 წელს მან გამოაქვეყნა თან ავტორობით რა თქმა უნდა ვრცელი სტატია ლავლოკის გამოქვაბულის შესახებ და მან აღწერა იმ ბალახებისგან დაწნული ნივთები, მის მრავალრიცხოვანი სხვადასხვა სათამაშოები, ეს თიხისა და ობსიდიანისგან დამზადებული ნივთები, ობსიდიანისგან ძირითადად იყო ძალიან კარგად გამოყვანილი და კარგი ფორმა მიცემული შუბის და ისრის პირები და რა თქმა უნდა ყველაზე ესეთი სერიოზული და მთავარი როლი ამ მთელ ისტორიაში მომიფიცირებული ადამიანის ნეშტებს ეკავათ. თვითონ ნივთების დათარიღება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოიგონეს ეგრეთ წოდებული რადიოაქტიურ ნახშირბადული მეთოდი და ამ მეთოდის მეშვეობით ზუსტად შეიძლება დაადგინო ასაკი ამა თუ იმ ორგანული ნივთიერების და ორგანული ნივთიერებები ყველაფერი ორგანული იყო ფაქტიურად, ხო, ბატებიდან დაწყებული, მათი ბუმბული, ბალახი და ასე შემდეგ. დადგინდა რომ 1800 წლისაა ეს არტეფაქტები. ანუ ამ ადგილებში, ამ გამოქვაბულში ადამიანები 1800 წლის წინ ცხოვრობდნენ.
სხვადასხვა ცოტა უკანონო დავბრუნდე 1893 წელს ამერიკაში გამოდის ძალიან საინტერესო წიგნი, რომელსაც პაიუტების ტომის ქალი ვინმე სარა ვინემუკა წერს და ამ წიგნს ქვია ჩემი ცხოვრება პაიუტებთან. ეს ქალი თვითონ ინდიელია, განათლებული ქალია, მან წერა-კითხვა იცის, ბევრი რამ გაუგია და წერს რომ ჰუმბოლტის ნაპირებთან მისი ტომის ხალხთან ერთად ცხოვრობდა შორეულ წარსულში საკმაოდ დიდი ზომის ჟღალი თმით დაფარული ველურების ტომი, რომლებიც საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, რომლებიც თავს ესხმოდნენ პაიუტებს, ართმევდნენ მათ ქალებს და ბავშვებს, როგორც უკვე მოგიყევით და რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დაახლოებით 400 წლის წინ. ასევე მისგან მოდის სწორედ ეს დასახელება სატეკახები, ანუ ასე ეძახოდნენ ამ ველურებსო და სატეკახების შიშით ჩვენო ბანაკიდანო, ანუ ჩვენი ტომის ხალხი, ქალები და ბავშვები მეომრების გარეშე არ გადიოდნენ. სხვა შორის კანიბალებიო ყველას არ ჭამდნენო, ესეც უწერია, ზოგიერთს ინდობდნენო, მაგრამ თუ ძალიან მოშივდებოდათო, ისინიო ჩვენ საფლავებსაც კითხრიდნენ და ცუდ საქმეა გვამები ამოქონდათო. ამის ატანა პაიუტებმა ვეღარ შეძლესო და მათ ომი გამოუცხადესო ამ ველურებსო. ეს ომიო გაგრძელდა 3 წელიო. სარა წერს რომ გიგანტებს ყველაზე ძლავრად დაეჯახა მისი ტომის განაყოფი ხალხი სახელად კოედიკა. სარა ასევე ძალიან საინტერესო ამბავს აწყობა რომ კოედიკებმა ეს გიგანტები შეავიწროვეს, იმიტომ რომ მათი რაოდენობა ბევრი არ იყო, დაახლოებით 1600-მდე იყვნენო, ხოლო ჩვენო გაერთიანებული ტომებით 5-6 მეტნი ვიყავითო და უფრო კარგად შეიარაღებულია. ამიტომ ისინი შევავიწროვეთო, ნაწილი დაიხოცავ და ნაწილი მიადგა ჰუმბოლტის ტბის ნაპირებსო და იქ უკვე მათ ლერწმისგან შეკრეს ტივები და შევიდნენ სიღრმეშიო. სიღრმეში რო შევიდნენ, ეხა მათ თევზის ჭერა არ იცოდნენ, მოშივდათ და ნაწილმა გადმოსვლა რო დაიწყო, ჩვენ დავხვდით და ამოხოცეთო, ხოლო ერთ-ერთი ღამე იყო ნისლიანიო და ამ ნისლიანი ღამის დროს ნაწილი გიგანტებისა გადმოსხდა სანაპიროზე და წავიდნენ აი სწორედ იმ ღვიმისკენ, სადაც შემდეგ აი ეს ყველაფერი დატრიალდა. სარა წერს რომ თითქოს ჩემი ტომის ხალხი და ჩემი ტომის ბელადები მოლაპარაკებაზე წავიდნენ სიტეკახებთან, მაგრამ უბედურება ის არის რომ თუ ადამიანმა ერთხელ გასინჯა ადამიანის ხორცი, შემდეგ იგი ვერ მოიშლისო ამ ამბავს და ამიტომ გადაწყდაო რომ მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია და ისინი ფიზიკურად უნდა გავანადგუროთ, მაგრამ თქმა ერთია და დანაპირების შესრულება მეორე, იმიტომ რომ ველურები არც ესეთი დებილები იყვნენო, საკმაოდ ჭკვიანი ხალხი იყო და მათ არც სიმამაცე აკდათ და შეშეძღნობას თითქმის არ აღმოაჩნდათ. როგორც არა წერს, ისინი პაიუტების ნასროლ შუბებს და ისრებს ჰაერშივე ისრო ვიჭერდნენ და უკან უბრუნებდნენ და როგორც წესი მიზანში ზუსტად არ ტყამდნენ ხოლმეო. მაინც დაჩაგრეს მოკლედ ეს სატეკახები და მათ ღვიმეს შეაფარეს თავი. პაიუტებმა მიაგნეს ამ თავშესაფარს და უკვე მე მოგიყევით რაც მოხდა, მათ მიაწყვეს შეშა და ლერწამი და ფიჩხი იმ ადგილას, სადაც შესასვლელი იყო, ცეცხლი წაუკიდეს და გამობუგეს და გაგუდეს ეს გიგანტები. აი თუ დაუკვირდით აქ მე ერთი საინტერესო რამ თქვი, რომ ბელადებიო მოლაპარაკებაზე წავიდნენ, ანუ სადეს მოლაპარაკება აი ველურებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხმა პაიუტების ენა იცოდა. ანუ ეს არ იყო რაღაც ნახევრად ველური, რაღაც ნახევრად მაიმუნი და ძალიან თქვათ აგრესიული ჯგუფი ხალხისა. ანუ მათ შეეძლოთ პაიუტების ენაზე საუბარი, როგორც თქვი. სარა ასევე არ წერს, რომ ეს ადამიანები იყვნენ რაღაცით გამორჩეულები, რომ ისინი იყვნენ რაღაცა ძალიან სხვანაირები, ანუ გარეგნობით სხვანაირები. უბრალოდ ის ამბობს, რომ გამორჩეულები იყვნენ იმით, რომ მათ ჰქონდათ შედარებით თეთრი კანი და წითური ბალანი.
ეს ამბავი რომ მხოლოდ სარას და მაგას მოეთხროთ, რა თქმა უნდა, ამდენ ხანს იგი ცოცხლის უნარიანი ვერ გახდებოდა, მაგრამ 1924 წელს ლავლოგში ჩადიან ლაუდი, აი ეს ღამის დარაჯი და უკვე ნამდვილი არქეოლოგი, ეს გახლავთ ჯეიმს ჰარინგტონი და ისინი გაიცნობენ აქ სამთო ინჟინერ ჯონ რიდს. ჯონ რიდის დაძმობილებული გახლავთ სარას ძმა, რომელსაც სახელად ნაჩესი ჰქვია. და ნაჩესის მონათხრობით, რომელიც შემდეგ დადასტურდა კიდეც, პაიუტების საკმაოდ სასტიკი და დაუნდობელი ტომი იყო ინდიელებს. მოგეხსენებათ, ამერიკის ათვისების პერიოდში თეთრკანიანები შეეჯახნენ სხვადასხვა ჯგუფებს, ინდიელებსა სხვადასხვა ტომებს, ზოგიერთებთან მან პირველივე დღეს მოახერხეს კომუნიკაციის დამყარება და მშვიდობიანი თანაცხოვრება, მაგრამ აღმოჩნდა ჯგუფები ინდიელებისა, რომლებიც სხვა შორის დღემდე არიან აგრესიულად განწყობილი მომხდურებისადმი. ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ფაქტიურად თეთრკანიანებმა მათი მიწების დაპყრობა დაიწყეს და ოკუპანტებად ითვლებიან. დიდი ხანი გავიდა, მაგრამ მაინც. ანუ პაიუტებმა ვერ აიტანეს თავიანთ გვერდით საკმაოდ ჩვეულებრივი, მაგრამ განსხვავებული ადამიანების ყოფნა და ძალიან საინტერესო მომენტი არის კიდევ ერთი რამ. თვითონ ინდიელები გახლავთ მონგოლოიდური, ანუ აზიიდან წამოსული ხალხის განაყოფი, იქნება ჩრდილოეთ ამერიკის თუ სამხრეთ ამერიკის და მოგეხსენებათ ამ ჯგუფს ადამიანებისას ნაკლებად ეზრდება სხეულზე ბალანი. ფაქტიურად არ ეზრდებათ. ინდიელები ხა წვერიანი ინდიელი ვის გინახავთ, ხო? ძალიან იშვიათია ასევე ვთქვათ ხშირწვერიანი აზიელი. სხეულზეც ძალიან იშვიათია რომ მათ ეს ბალნის საფარველი ჰქონდეთ და პაიუტები კი წერენ რომ და გადმოდის ეს ლეგენდებში თქმულებებად რომ აი ამ ხალხს, რომლებსაც ისინი ველურებს და სიტეკახებს ეძახიან, მათ მთელი სხეული აქვთ დაფარული აი ესეთი ჟღალი, წითური თმით და საკმაოდ ესეთი სხვანაირი ტიპები არიან, მოკლედ. და მართლაც ისმის კითხვა, ვინ იყვნენ სიტეკახები, საიდან მოვიდნენ, რატომ მოვიდნენ, რატომ დასახლდნენ ისეთ ადგილას, სადაც მათ დევნიდნენ. მანამდე კი პირველი მუმიის ამბავი განვიხილოთ. მისი სიმაღლე მართლაც დადასტურებულად 2 მეტრი და 15 სანტიმეტრია. ეს დღეისთვისაც კი გამორჩეული სიმაღლეა. მაგრამ არა ისეთი, რომ ნორმიდან გადიოდეს და თქვათ საუბარი იყოს 3 მეტრიან და 5 მეტრიან ადამიანებზე, რომლებიც ძალიან უყვართ ნაწილს ჩემი მაყურებლებისა და რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ. ჩემი აზრი ასეთია და შემდეგ როდესაც მე ჩაუღრმავდი ამ საკითხს, ბევრს და ძირითადი აზრი ასეთია, რომ ამ მამაკაცის მუმიფიცირება მოხდა სწორედ მისი სიმაღლის გამო, მისი უჩვეულო სიმაღლის გამო. დღეს 2 მეტრის და 15 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი, ის კაცი, რომელიც იქ იპოვეს, ცოცხალი რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, NBA-ში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იქნებოდა. იცით, ზოგადად არ შეიძლება ხოლმე ერთი ნაპოვნით მთლიანად პოპულაციაზე საუბარი. მაგალითად, თქვენ რო ქუჩაში გახვიდეთ, თუნდაც ავტობუსში, მარტო ავტობუსის ბინადარი ხალხი რო დაათვალიეროთ, რამდენი სხვადასხვა ადამიანია, სხვადასხვა სიმაღლის, სხვადასხვა თავის ფორმის, სხვადასხვა ხელებ კიდურების სიგრძის. და წარმოიდგინეთ თქვენ რომ ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთი ვიპოვეთ ჩვენ, თქვათ 20,000 წლის შემდეგ. და ვამბობთ რომ ყველა ადამიანი, რომელიც მაშინ ცხოვრობდა, იყო ასეთი. აი მაგალითად ტკაჩენკო იყო ერთი, ხო? 2 მეტრი და აღარ მახსოვს 17 თუ რაღაცა, კატასტროფა იყო რაღაცა. უბრალოდ ფართან იდგა, მიაწვდნენ ხოლმე და დადგებოდა და ჩადებდა პირდაპირ იმაში. ახლა ტკაჩენკო რო იპოვოს, თქვათ ვიღაცამ, მაშინ უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობა მინიმუმ 2 მეტრა და 20, 2 მეტრა და 10 სანტიმეტრი იყო, ხო? ასე არ არის. ანუ აუცილებელი არის რამდენიმე ეგზემპლარის პოვნა. ამიტომ არის სწორედ თქვათ იგივე ჩვენი დმანის აღმოჩენა ძალიან საინტერესო. 5 ადამიანია აღმოჩენილი, 5-ვე სხვადასხვაა. ჩვენ რო თქვათ ერთი უეპოვნა, მარტო ვიტყვით რომ მარტო ასეთები იყვნენ. ხო, არ არის ასე. არ არის, ამიტომ ვამბობ რომ ერთი ეგზემპლარით არასდროს არ შეიძლება რაღაცის განსაზღვრა. არ არის გამორიცხული რომ ის 4 ქალი სწორედ აი მაღალი მამაკაცის
ცოლები იყვნენ, მეუღლეები იყვნენ. თქვენ მოგეხსენებათ რომ და ისინი მოკვდინებულები იყვნენ. სხვა შორის მე გახსოვთ გითხარით რომ ყელზე ჰქონდათ თოკები წაჭერილი. არის ზოგიერთი ერის კულტურაში, მაგალითად ინდოეთში ძალიან დიდხანს იყო. ბრიტანელებმა მოაცილეს ეს ტრადიცია იქ, თორემ როდესაც თქვა რაჯა ან რაღაც ესეთი მდიდარი ადამიანი ხვდებოდა, მას რამდენიმე ცოლი ყავდა როგორც წესი და მას საფლავში ცოცხლად ატანდნენ ცოლებს, ანუ რომ იქ მოევლოდნენ. მოკლედ ასეთი შეიძლება ასეთი რიტუალი თვითმხილველები ვართ ამ შემთხვევაში. ჩემთვის ამ ადამიანის სიმაღლე იმდენად არ არის საინტერესო, რამდენადაც მისი თმით დაფარული სხეული. იმიტომ რომ, როგორც გითხარით, დაჟღალი, ანუ წითური თმა, იმიტომ რომ თუ თქვენ ინდიელებს შეხედავთ, თუ თქვენ აზიელებს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ მათ აქვთ სწორი თმა, როგორც წესი ეს თმა არის მუქი ფერის, თუთლად კუნაპეტი შავი არ არის, ძალიან მუქი ფერის არის და სწორედ აი ესეთი წითური ხუჭუჭა ბალნით დაფარული ადამიანი სრულიად უცხო იქნებოდა, რა თქმა უნდა, აი ამ სიტუაციაში და ჩაითვლებოდა, რომ ისინი იყვნენ, თქვათ, ველურები. არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები მართლაც მისდევდნენ კანიბალიზმის პრაქტიკას, ეს ჩვეულებრივი მომენტი არის ძალიან ბევრ ადამიანურ ტომებში და მოგეხსენებათ კანიბალები დღემდე ხვდებიან. თითქოს აქ უნდა დამთავრდეს თხრობა, იმიტომ რომ დანარჩენი სხვა არაფერი ისეთი საინტერესო თითქოს აღარ აღმოჩენილა ამ ღვიმეში და რაც იყო ყველაფერი შეისწავლეს, მაგრამ როგორც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, სამყაროში ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც ვერ მოიგონებ და ვერ განსაზღვრობ, მით უმეტეს ყველა თუნდაც ერთი შეხედვით უინტერესო ამბავს, თუ კარგად ჩაუურმავდები, აუცილებლად იპოვი და აღმოჩენ შიგნით რაიმე საინტერესოს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ისიც იყო მე ჩავთვალე, რომ დავამთავრე სცენარზე მუშაობა და უკვე ვიდეო უნდა ჩამეწერა, რომ მაშინ დამარტყა თავში ამდენი ეშტია ნაპოვნი და ნუ თუ არ ჩატარებულა მათი გენეტიკური კვლევა. მოგხსენებათ, გენეტიკა დღეს ძალიან ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში დაახლოებით ჩემი ხნის მამაკაცი სახელად კევინ სეგურა ცხოვრობს. კარგა მოზრდილ ასაკში სეგურას დააინტერესა ვინ იყო მამამისი, იმიტომ რომ იგი დაიბადა ოჯახში, სადაც მამა არ იყო, საერთოდ თვალით არ უნახავს იგი და რაღაც ეტაპზე უნდა რომ გაეგო, დედას კითხა და დედა რაღაც პერიოდი ორჭოფობდა და შემდეგ უთხრა რომ მოკლედო ადგილობრივი ტომის ინდიელთა ბელადი იყო მამაშენიო. ახალგაზრდობაში გავიცანით ჩვენ ერთმანეთიო, რომ გაიგორო დავორსულდიო, აორთქლდაო. ძალიან საინტერესო პროგრამა მუშაობს ამერიკაში, ეს გახლავთ DNM-ის ბაზის, ანუ გენეტიკური სეკვენირების, ანუ ადამიანთა DNM-ი არის, ვისაც უნდა, რა თქმა უნდა, და სურს აბარებენ DNM-ს და ბაზა იქმნება და ამ ბაზის მიხედვით შეიძლება იპოვო შენი ნათესავები. და სხვადასხვა ასეთი რამ მოხდა, აუცილებლად ნახეთ, ვისაც არ გინახავთ სომერტონელი ადამიანის საიდუმლო, რამდენიმე ვიდეო ქვემოთ არის, ძალიან საინტერესო, სადაც სწორედ DNM-ის საშუალებით გაიხსნა 100-ლოვანი თითქმის საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს მართლაც აქვს ადგილობრივი ინდიელების გენეტიკური დაახლოებით ნახევარზე, ანუ თეთრკარნიანის და ინდიელების. კევინი დაინტერესდა ამ ამბით, იმიტომ რომ თვითონ სახით არ გავს თითქოს ინდიელს და კიდევ უფრო ძვირიანი ტესტი ჩაიტარა მან, ეს გახლავთ Big Y700, ეს საკმაოდ ძვირიანი ტესტია, მაგრამ იგი ძალიან დაწვრილებითია და უფრო მეტ გენეტიკურ ბაზებთან მიუწვდება ხელი. Big Y700-ის საშუალებით თქვენი გენომის შედარება ხდება ყველა გენომთან, რაც კი ოდესმე ადამიანს გაუკეთებია და ჩაუტარებია. კევინმა ამ კვლევების მეშვეობით მართლაც მიაგნო მამამისი. მერე რა მოხდა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მას უნდა და თან ორჭოფობდა ეს შეხვედრო და თუ არ შეხვედროდა მას ამდენი წლის შემდეგ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში სხვა რამ არის. არა კევინის იქ ალიმენტებს გაქცეული მამა, არამედ ის რომ კევინის
გენეტიკურ კოდში აღმოჩნდა ისეთი რამ, რომ როდესაც მეცნიერებმა იგი შეისწავლეს, თვალებს არ დაუჯერეს. ყველაზე მეტად მისი გენები უახლოვდებოდა ლავლოკის მღვიმეში აღმოჩენილ ქალების და მამაკაცის გენებს. საქმე იმაშია, რომ ლავლოკში აღმოჩენილი ადამიანები, როდესაც ისინი მათი გენეტიკური ხაზები შეისწავლეს, აღმოჩნდნენ პირდაპირ შთამომავლები 15,000 წლის წინ ბერინგიის, ეს გახლავთ ბერინგის სრუტეში არსებული იმ დროს ხმელეთის ნაწილი, რომელიც აერთებდა ამერიკის და ევრაზიის კონტინენტს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ყინულებით იყო ყველაფერი დაფარული, გამყინვარების პერიოდია ეს მოგეხსენებათ, ოკეანის დონე დაბალია და ეს ხმელეთი გამოთავისუფლებულია და სწორედ ამ დროს ხდება ადამიანების, ძირითადად ეს აზიელების მიგრაცია აზიის კონტინენტიდან ამერიკაში და შემდეგ უკვე სამხრეთ ამერიკაში. და სწორედ ამ პირველი ნაკადის ხალხის შთამომავლები არიან ლავლოკელები. ანუ ჩვენი კევინიც გამოდის ერთ-ერთი შთამომავალი ამ ადამიანების. აქ კიდევ უნდა გადაუხვიო მე პირდაპირ თხრობას და მოკლედ უნდა მოგიყვეთ თუ როგორ მოხდა ამერიკის ორივე კონტინენტის დასახლება. აქ დაახლოებით 15,000 წლის წინ პირველი ჯგუფი ადამიანებისა გადმოვიდა. მაგრამ მათ წინ დახვდათ რამდენიმე კილომეტრის სიმაღლის ყინული. გამყინვარების პერიოდია. ამიტომ მათ დაიწყეს ნავებით სანაპიროზე გაყოლა და სამხრეთისკენ მიდიოდნენ ისინი, სანამ არ იპოვეს ადგილი, სადაც შეიძლებოდა გადმოსვლა და მეტნაკლები კომფორტით ცხოვრება. რატომ დაიძრა ეს ხალხი, რა მაყარა ისინი თავიანთი მიწებიდან, ეს კაცშვილმა არ იცის და ალბათ ვერც გავიგებთ ვერაზროს. დაახლოებით 12,500 წლის წინ ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისა უკვე არსებობს პირველი დასახლებები, ანუ უკვე ფეხი მოკიდებული აქვთ ადამიანებს და ეს გახლავთ ძალიან საინტერესო ეგრეთ წოდებული კლოვისის კულტურა, რომელიც ითვლება პირველ კულტურად, რომელიც ჩამოყალიბდა ამერიკის კონტინენტზე. ძალიან ღრმად რომ არ შევიჭრათ გენეტიკის და მეცნიერების ტყეში, უბრალოდ ესე ძალიან მარტივად გლეხურად აუხსნი, რომ ალასკიდან დადგენილია, რომ ალასკიდან მოყოლებული ცეცხლოვან მიწამდე, ანუ პატაგონიამდე დამთავრებული ყველა ინდიელს და ყველა ინდიურ ტომს აქვს ერთი საერთო ნიშნები, რომლებიც ერთი საერთო წინაპრებიდან მოდის და რომ ეს უკანასკნელები, ყველა ეს ადამიანი 14,000 წლის წინ იყვნენ ახლო გენეტიკურ ურთიერთობაში აზიელ ადამიანებთან. მაგრამ ამას წინათ ეს თეორიად შეიცვალა. მოგეხსენებათ ყოველი აღმოჩენა წინა აღმოჩენას თავზე ახტება ხოლმე და უფრო საინტერესო ფენებს იღებს ისტორიიდან. ნიუ-მექსიკოს უდაბნოში სწავლობდნენ ამომშრალი ტბის ნალექებს და ამ ნალექებში იპოვეს რამდენიმე ადამიანის, რამდენიმე ინდივიდის ნაკვალები და როდესაც მისი ასაკი დაადგინეს, პირი ღია დარჩათ. ეს იყო 23,000 წელი. ანუ დაახლოებით 10,000 წლით ადრე, ვიდრე ითვლებოდა, რომ ამერიკის კონტინენტი აითვისეს ადამიანებმა, აქ უკვე არსებობდნენ და საკმაოდ აქტიურად გადაადგილდებოდნენ ადამიანები. ვინ იყვნენ ისინი, რომლებმაც ამ ტალახში გაიარეს, შემდეგ ეს ნაკვალები დატოვეს, შემდეგ ეს ნაკვალები გაშრა, გახმა, განამარხდა, ჩვენამდე მოაღწია და უზარმაზარი თავსატეხი გაგვიჩინა. ვისი ნათესავები იყვნენ, რას ფიქრობდნენ, რა მაიძულა ისინი თავიანთი მიწებიდან აყრილიყვნენ და სრულიად უცხო გარემოში, სრულიად უცხო ფლორაში, ფაუნაში აღმოჩენილიყვნენ, სადაც კაცმა არ იცის რა საშიშროებები ელოდებოდა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ახალი აღმოჩენები მოგვიყვებიან. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ პალეონტოლოგია და არქეოლოგია ძალიან საინტერესო მეცნიერებებია იმით, რომ თითქმის ყველა აღმოჩენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას შორეულ წარსულზე. ჩვენ კიდევ არ ვიცით რა არის მიწისქვეშ ჩამარხული. არც ამერიკაში და არც საქართველოში. ჩვენ კიდევ გველოდება ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა, უბრალოდ საჭირო არის ამ აღმოჩენების
თვის ადამიანები, მეცნიერები და რა თქმა უნდა ფინანსური რესურსები. ამის გარეშე არაფერი გამოვა. მე ერთ-ერთმა კომენტატორმა დამიწერა, რომ იქნება ჩამოხვიდეთ და საქართველოში გააგრძელოთ თქვენი მოღვაწეობა, ვინც ის რამდენი საინტერესო რამ აღმოჩნდება. ძალიან ბევრი რამ აღმოჩნდება. ძალიან მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ დღეს ეს არავის აინტერესებს. არავის. ამიტომ მე მიჩვენია ისე ვიყო სადაც ჯერ ვარ. და აი ვდგავართ ლავლოკის მღვიმესთან, საიდანაც ეკოდისმის უძველესი ლეგენდების ხმა. ეკო, რომელიც ნევადას უდაბნოს უსცოცხლო გორაკებს ეჯახება და საუკუნეების სიღრმეებისკენ გარბის. ყოველი სათამაშო იხვი, ყოველი ობსიდიანის ნატეხი, ყოველი ძვლის ფრაგმენტი, რომელიც აღმოჩენილი იქნება აფრიკაში, ალტაიში, კავკასიაში თუ ამერიკაში, არტეფაქტი, რომელიც მეცნიერთა ხელში ხვდება, ჩვენ გვიშლის წიგნს, რომელშიც ჩვენი ისტორია წერია. ყოველი ძვლის ფრაგმენტი, ყოველი ობსიდიანის ნატეხი, ყოველი გენეტიკური ნაკვალევი ხიდია. ხიდია ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც 10,000-ობით წლის წინ ცხოვრობდნენ. ჩვენ ამ ხიდის გავლით მივდივართ იმ ტყეებამდე, იმ მღვიმეებამდე და იმ უდაბნოებამდე, სადაც მათ თავიანთი არტეფაქტები დატოვეს. იგივე ზემო იმერეთის ტყეებში ჩაკარგული მღვიმეები უბრალო ქვის თაღები არ არის. ისინი კაცობრიობის ისტორიის მემატიანეებია. და სწორედ ამ მღვიმეებიდან იწყება კაცობრიობის ისტორია, ისტორია ადამიანების, რომლებიც თვითონ ადამიანებმა თუ არ შეწყვიტეს ოდესმე ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მე კი ამით მინდა დაგემშვიდობოთ დღეს, გისურვოთ სასიამოვნო კვირა, მით უმეტეს რომ ამ კვირას მე საქართველოში ვიქნები და იმედია კარგ ამით დამახვედრებთ. ჩვენ კი ძალიან მალე, ძალიან საინტერესო თემებით შევხვდებით ერთმანეთს და გვირდებით რომ ასეთ დიდ პაუზას მეც აღარ გავაკეთებ. ნახვამდის.